მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ბრძანებით ამერიკის 34 პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობის დოკუმენტები გასაჯაროვდა, სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაციული და დაუსაბუთებელი მტკიცება გავრცელდა. 1994 წელს კენედის ვაჟს ჯო ბაიდენისთვის მოღალატე არ უწოდებია. წერილი, რომელსაც მისი ხელმოწერა აქვს ახალ ფაილებთან ერთად, არ გასაჯაროვებულა. რეალურად ამ დოკუმენტს პოლიცია 1994 წელს იკვლევდა. სავარაუდოა, რომ ბაიდენსის უცნობმა პირმა მისწერა და კენედი უმცროსის ხელმოწერა დაურთო. გავრცელებულ ფოტოზე კენედის მკვლელობაში ბრალდებული ჰარვილი ოსვალდი და ჯეფრი ეპსტინი არ არიან ასახული. 1963 წელს ეპსტინი 10 წლის იყო. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ჭაღარა კაცი, რომელიც ოსვალდის გვერდით ზის, ის იყოს. კენედის ციტატა, რომელშიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ამბობს, რომ ომის მანქანა მისწაყვანას გეგმავს სანდოღია წყაროებით არ იძებნება. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ ნამდვილია განცხადება, რომლითაც პოსტების ავტორები დიპ სტეიტის არსებობის შესახებ ამტკიცებენ. კონსპირაციის თეორიები, რომ კენედის ან მისი შვილის მკვლელობაში ჯორჯ ბუშ უფროსი ან ჰილარი კლინტონი იყვნენ ჩართული, წლები არ ვრცელდება. აღნიშნულს არც ახლად გასაჯაროვებული ფაილები ადასტურებს. გამოძიების მიხედვით კენედის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირად ოსვალდი რჩება. კენედი უმცროსის დაღუპვის მიზეზი კი ნისლით გამოწვეული ავიაკატასტროფაა.